თვითონ ადასტურებს ჩემს სიმართლეს, რომ 3 დღე მქონდა შესაძლებლობა რომ წავსრულიყავი, იმიტომ რომ ზურას რომ პასპორტი ჩამოართვეს, მეც ჩამომართმევდნენ პასპორტს, მაგრამ არ წავედი და მაგას უხსნი უბრალოდ ხა შინაარსი და აზრი შეიძლება არ აქვს, მაგრამ მაინც საქმეში უნდა დაფიქსირდეს, იმიტომ რომ ეს უკვე ისეთი საქმეებია, რომ აუცილებლად სხვა ინსტანციები განიხილავს, სტრასბურგი ასე შემდეგ და ზოგადად პრაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები იყოს არა ისეთი მომავალში რომ ადამიანი მინდა გავაწვალო, გავაწამო და ამიტომ უბრალოდ ამიტომ აი პასპორტის წაგართვი, მივხვდით აი რაღაცა ეგეთი ის არის, ხო? ამიტომ შვიდად წყნარად უნდა მივყვეთ ჩვენ პროცესს. მთავარია რომ ჩვენი მიზანი არის ძალიან ნათელი, გვინდა სამართლიანობა ქვეყანაში, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ზოგადად ამ იდეის და აი ამ რისთვისაც ვიბრძვით იმის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. დარწმუნებული ვარ ასეთ სამართლიანობა მარტო ჩემ ხარდამჭერს კი არ უნდა პირობითად, ხო, ვინც მე მგულშემატკივრობს, არამედ იმასაც უნდა, ვინც მე არ მგულშემატკივრობს, იმიტომ რომ ხვალდაზე გის ხალხიც შეიძლება დადგეს იმის წინაშე, რომ ვიღაცა მოისურვა მისი ციხეში ჩასმა და ამის მაგალითები ბევრი გვაქვს ჩასულ. ერთსაც კითხავთ, განზრახვა რა შეიძლება იყოს ამ ყოველთვის? ფაქტობრივად საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკოსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დატოვეთ სასჯელ ახსულების დაწესებულება, მოგაქციათ იზოლაციაში. ხომ არ გიჩვენთ ეს განცდას, რომ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ვერ შეხვდებით ევროპარლამენტარებს, ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს და ვერ ილაპარაკებთ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში. მაგრამ მაგაზეც ვთხარი, რომ ტექნოლოგიურ სამყაროში ვართ ახლა ვინმესთან საუბარი თუ გინდა მაინც დაელაპარაკებ. ეგეც არაადეკვატური ის არის, რომ აი თქვათ ევროპარლამენტარი ხო ან აქ ჩამოვა, თუ გინდა დალაპარაკება, ონლაინში დაელაპარაკები ბოლოს და ბოლოს თუ დაგჭირდა, ხო, არ არის პრობლემა ამისა რა, მაგრამ არა, მაგას არ ისახავს სინამდვილეში მისნად ისახავს, რომ აი ამითაც გაგაწამებ. მივხვდით, აი ესეც შემიძლია, რომ ვითომ რაღაცა, მაგრამ ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ, არ უნდა გამოიწვიოს ამან ჩვენში რაღაცა გაღიზიანება და ასე შემდეგ. მთავარია კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მიზანი გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლიანობა, თავისუფლებისთვის ვიბრძვით, უკეთესი ცხოვრებისთვის ვიბრძვით, გვინდა რომ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ყველა საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, განვითარებულ ქვეყნებს შორის ვიყოთ და ამისთვის ვიბრძვით და ეს მიზანი იმდენად ნათელია, მივხვდით რომ შეუძლებელია ამაზე უარი ვთქვა და ხელი ავიღოთ. ვერ ვიტყვით და მე მგონი ყველას პოზიცია ეს იყო, ჩემს გავსად, მანამდე ზურაზე იყო, სხვებზე იქნება და ასე შემდეგ. ამიტომ საზოგადოებას ვეუბნები, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ არა იმიტომ, რომ მე მინდა გამარჯვება ვინმეს, საქართველოს და სამართალს და სიმართლეს ასე სჭირდება რა. მე არ მინდა რომ მუდმივად მტერს ვეძებდეთ ჩვენ ქვეყანაში. ყველა ქართველი ვართ, ყველა ისა ვართ და რაღაცნაირად თანხმობისკენ ხომ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა, თუ პროცედურა დაცული არ არის, სიმართლე არ არის უზრუნველყოფილი, შესაბამისი სასამართლოთი და ასე შემდეგ, ვერასდროს ამას ვერ მიიღებს ერთ ერთი მოქალაქე და ვფიქრობ, რომ ამას გადავტეხავთ. რთული ბრძოლა, მაგრამ მე ოპტიმიზმით ვარ, როცა ბევრ ადამიანის ბრძოლას ხედავ.